გამარჯობა. ჩემო კარგო ხალხო, გამარჯობა ყველას მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს მინდა საინტერესო უფრო ლექციასავით ახსნა ჩავატარო, გავაკეთო როგორ იყენებს ეს ხელისუფლება გენდერულ სტერეოტიპებს ქალების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გვმართოს. არ გამოსდის, მაგრამ ხო ცდილობს და რაღაცები მინდა ავხსნა. რახან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი სფეროა, აქ ბევრი რამ კარგად ვიცი და ბოლო 20 წელია ამ საქმეში ვარ. დაველოდოთ, ნახეთ კლასიკური სტერეოტიპები, როგორი უნდა იყოს ქალი, ამ სტერეოტიპებით თამაში და ქალების ჩაგვრა. აი ეს იარაღი, რომელიც აქ ქართულ ოცნებას არაფერი იარაღი არ არის, იმიტომ რომ წინა საუკუნის მეთოდია სინამდვილეში, მაგრამ მაინც ავხსნათ. ეს მნიშვნელოვანი არის, მე ვფიქრობ, თან ჩემი პროფესიაც არის, ამაზე წერილებიც მაქვს, გამოქვეყნებებიც მაქვს, ბევრი კურსზეც მუშაობ, წიგზეც მუშაობ, იმიტომ რომ ამდენი ხანია საჯარო სივრცეში ვარ და ეს ხრიკები კარგად ვიცი. მოგესალმებით. მოკლედ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 3,5 მილიონი აქ რიჩი უკვე ამ ჩემ სოციალურ ქსელს, რომელშიც ფულს არ ვიხდით, რეკლამას არ ვიხდით. და ეს არის ძალიან მაგარი. ეს არის ძალიან მაგარი და თქვენი დამსახურებაა, თქვენი გულშემატკივრობის. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ ბრძოლას და იქიდან წამოვიდა ოცნებიდან წამოვიდა ესე იგი ისეთი ნიაღვარი სიბინძურის რამდენი ხანი ერთ-ეგივე საკეთებენ და ცდილობენ ახალი რაღაცები იპოვონ. ბოლო სიმონაადული დასაც მიადგებიან მე მგონი ჩემ დიდ ბაბუას და მაგრამ ეხა მთავარი აქ რა არის. ეს არავინ მე თქვენ მე მწერთ რომ როგორ ახარ არავინ არ ინერვიულოთ ეგ ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. 2000 წლიდან ვარ ამ საქმეში. ადამიანის უფლებებს ვიცავ, სამართლიანობას ვიცავ, პროტესტებზეც გამოვდივარ. ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, აი ბუზის ბზუილი რო არის, ეგეთი რაღაცა არის. და ჩვეულებრივად პირიქით ძალას მატებს, იმიტომ რომ engagement-ი მემატება აგერ 3,5 მილიონი აქვს რიჩი ამ ჩემ სოციალურ ქსელს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ავხსნა გოგოებს და ქალებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რომ აი ხა როგორ აკეთებს გამოუდგნენ ეს ოცნების დეპუტატები ვიღაც ბოლო ნომრების ის და რა ეპითეტებსაც იყენებენ, ხო, ჩემს მიმართ. რა აქვთ დაგეგმილი, რომ არსებობს საზოგადოებაში ადრე არსებობდა ჩამოყალიბებული ძველი შეხედულებები, როგორი უნდა იყოს ქალი. ხო, რატომ ამბობ ძველი? იმიტომ რომ იმის მერე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ქალის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში შეიცვალა, თანამედროვეობა მოვიდა, გადახედილი იქნა ბევრი რამ, სხვა გზაც არ იყო, იმიტომ რომ ქალები მუშაობენ დღეს, შრომა გადანაწილდა, კულტურად შეიცვალა, ის უხიშვილების ცეკვას შეხედეთ და ასე შემდეგ და ამ ძველი სტერეოტიპებით ეხა რა ხდება? ხდება მცდელობა არის მართვის. და ეს არ ეხება მარტო პოლიტიკოსებს და მე ზოგადად თქვენს მიმართაც ეხა რამდენი გოგო ხართ აქ შემოსული და რამდენი მამაკაცი, რომელსაც გოგო ყავთ შვილი, ქრისტინე, მერუნა, ნათია, ელენე, აგერ თამო, გოგოები და მამაკაცებიც არიან ზაზა, თემური, ძალიან ბევრი და იცოდეთ ხო, რომ შვილები, ვისაც გიყოლებათ გოგოები, მას მიმართაც ეს მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მამა ჩემს უნდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და ყოჩაღი ყოფილიყავი, თქვენც ეგ გინდათ. დარწმუნებული ვარ და ამისთვის ვიზრუნებთ. არავის არ უნდა, რომ ჩვენი გოგოშვილი დაჩაგრონ, არავის. ხო და ეხა ეს მეთოდი როგორი არის? რომ ავიღებთ ამ სტერეოტიპებს, ვიტყვით, რომ აი ქალი უნდა იყოს მდუმარე, უნდა იყოს კდემამოსილი, ხმარ უნდა ამოიღოს, ჩაგრავენ, გაწევს პოლიცია, გადმოწევს, ხელს არ ანძრევინებენ,
უყვირიან, ძალადობენ, მომავალს ართმევენ, განათლებას ართმევენ, ჯარდაცვას ართმევენ, ბავშვებში ქუჩას ვერ გაუშვებ, ესეთი შეგზღუდეს ბოლომდე, გვახჩობენ, მაგრამ ნუ ქალი თუ ხარ, ეხა ემოცია არ უნდა გამოხატო და ხმას არ უნდა აუწიო და ნუ საერთოდ რაღაცა ჯობია, რომ აი იმისავით იყო რა, ავეჯივით იყო, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იდგეს შენთვის და არაფერი არ გამოავლინო, რატო? იმიტომ რომ თუ ემოციას გამოავლენ, რასაკეთებ? შენ ხო აწუხებ იმ ხალხს, რომელიც ამას გიგეთებს, გახრჩობს, ხო, გარემოს, ჩაგრავს, ჩაგრო არ არის, აბა რაც ხდება. მეცნიერებაში ამას ქვია სტრუქტურული ძალადობა, რასაც ჩვენ გვიშვებიან. მაგრამ ჩვენთან პირდაპირად ძალადობენ, როგორ ახლა პოლიციამ რაც გვიქნა გუშინ წინ, ეს პირდაპირ ძალადობაა. მაგრამ ისედაც რაც გვიშვებიან, არჩევნებს არჩევანს გვართმევენ, გაბულინგებენ, ჩემდო ამკვირვებლებს, რამდენსაც გინდა იმდეს, ეჩხუბნენ, დაჩაგრეს, გააგდეს საარჩევნო უბნიდან, დაურეკეს, ქმარ, სამსახურიდან გაგდებით, დაემუქნენ, ანუ ამას გიშვებიან და მერე თურმე, ესე იგი შენ რო ემოციას გამოხატავ, იყვირებ, ხო, ან გაუმარჯოს იყვირებ, ამაზე მუშაობენ, რომ ეს არ უნდა იყოს მიღებული ავხორცი შალვასთვის. შალვა რა მიშულს დავარქვი, შალვა ავხორცი. ხო, არ უნდა იყოს მისთვის მიღებული, მერე დაждდება და რაღაცას მომიწყობს იმას, რა ქვია, გადაცემას, რომ რატო ყვირის თურმე ანა დოლიძე. და რატო იმას შვება, რა ქვია, ხმას რატო უწევს და ერთი მინდა ვთქვა, ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული გენდერული, ანუ ქალური სტერეოტიპებით თამაში. დიდი ხანია კი არა, იმ თავით ახლა თქვენ როგორ გონიათ, რომ თამარ მეფე რო ცხენზე გადაჯდებოდა, როგორი იყო ის? აი როგორი იყო ის? ის ხო ან ხვაშაკი ცოქალი, ან კრავაიჯაყელი, ან ნებისმიერი, ან რუსუდან მეფე, ანუ ნებისმიერი რომ ვინც იყო ქალი, ლიდერი, თანამედროვე ენით რო ვთქვათ, ხო, მას ჩვეულებრივად ჰქონდა ემოციები და ნებისმიერ ადამიანს რო გთხოვენ, რომ სინამდვილეში ანუ ამით მიუთითებენ, რომ შენ არ უნდა გქონდეს ემოცია, არ უნდა იყვირო და ამით სინამდვილეში ზუსტად ამით ვახცევ მე შედეგს. ზუსტად ამით ვახცევთ ჩვენ შედეგს. ზუსტად ამით გავახსნევინეთ ის ჭიშკარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აბა მდგარიყავით იქ წყნარად გეხვეწებით, გააგვიღეთ. ზუსტად ამით გავახსნევინეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის კარები. ზუსტად ამით აღწევენ ჩვენი დედების შედეგს, რომლებიც მუშაობენ. ზუსტად ეგრევე. ანუ ეხლა ჩვენ რო ვისხდეთ სახლებში და ვთქვათ, ვაიმე არჩევნები მოგპარეს, ვაიმე რა ცუდია, ეს უნდათ ამათ. ზუსტად ეს უნდათ ამათ. და სინამდვილეში ქართველი დედა და ქართველი ქალი იმიტოა ძალიან ძლიერი ქართულ კულტურაში, ქართულ მითოსში, ვეფხვი და მოყმესში თუ სადაც გინდათ, რომ ის ყოველთვის იყო ძლიერი. ყოველთვის იყო მოქმედი, იმისავით კი არ ვიდო ტაფასავით. მოქმედი და ყოველთვის ქმნიდა სიტუაციებს. ქმნიდა. აი ზუსტად. ამიტომ ერთი არ უნდა მივცეთ ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ და თქვენთვისაც სახშიც და ამაზე მე კიდე ცალკე ლექციებსაც ჩავატარებ და კურსებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გვმართონ სწორედ ამ სტერეოტიპებით, რომ აი მე არ შეგეშ ეხლა შენ რა ამბობ რომ რაღაც გჭირდება, ეს არ შეგესაბამება. შენ ხო კაი გოგო ხარ, დაჯექი, შენ გჭირდება თავისუფალი არჩევნები, შენ გჭირდება კარგი ჯანდაცვა, კარგი ბაღები გჭირდება, კარგი სკოლები გჭირდება შენი შვილებისთვის და უსაფრთხოება გჭირდება გზებზე და ნარკოტიკები რო არ ეყაროს, ესე დაჯექი და იმას გენი. ადექი და რა უნდა ქნა, უნდა ესე მოგცემენ რაღაცას. არავინ ეგრე არ ხდება. ადამიანის უფლებათა მოძრაობაში მე გეტყვით პირდაპირ და რამდენ გინდა იმდენ მაგალითს გეტყვით, არავინ არაფერს არავის არ აძლევს. ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას, მოიპოვებენ სიკეთეს, მოიპოვებენ რეფორმებს, მოიპოვებენ პატივისცემას. შეხედეთ ადამიანის უფლებათა, დიდი მადლობა, შეხედეთ ადამიანის უფლებათა დეკლარაციას ფრანგული რევოლუციის შემდეგ რო იყო მიღებული. შეხედეთ მაგნა კარტას, ინგლისის ადამიანის უფლებათა დეკლარაციას მეფის წინააღმდეგ რო იყო. ეს ყველაფერი იყო მოპოვებული.
მოპოვებული. ამიტომ ქალებს რაც შეეხება პირველი ეს არის აბსოლუტურად გაშიფრული მექანიზმი და ვიღაცა იქით ამხრიდან რაღაცა მართლა ეხა უწიგნურ ხალხს რომ გვიპირისპირებენ ხალხნო გამოდიან ვიღაცები მართლა ორი წიგნი არა აქვს წაკითხული აი წითელ ქუდა არა აქვს მართლა წაკითხული რაღაც რომ დაუფიქრდნენ აი წითელ ქუდაში რა ხდება წიქარაში რა ხდება ერთი მე საერთოდ ვინ ლაპარაკობს ქალების უფლებებზე ხა შალვა ავხორცი რომელზეც საქმეებია შემოდებული პროკურატურაში ასე ყავთ დაჭერილი თვითონ ქალებზე დალადობასთან დაკავშირებით ეს ორი ეს გადავდეთ მე ეს არაფერი არ მაინტერესებს არ მადარდებს უბრალოდ ამას ავხსნი ამაზე ძალიან მნიშვნელოვან ლექციებსაც ჩავატარებ კურსსაც ჩავატარებ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეხა მეორე რასაც მიეჩვივნენ ესენი ეს არის და რაც პირდაპირ ნახეთ ჩვენ რო ვეუბნებით რომ ქართულ ოცნებას ქალები ეზიზღებათ ამით ადასტურებენ თან კი უგო ეზიზღებაო გვეუბნებიან ანუ აქედან ვეუბნებით რომ არ ეს რეფორმა არ გაატარე ქალებს ძალადობისგან არიცავ ემიგრანტებს არიცავ ქვეყანაში უსაფრთხოება არა გაგ ჯანდაცვა ჩაწოლილია გაძვირებულია ჯანდაცვის სერვისები არაფერს არ აკეთებ იმიტომ რომ შენ ქალები გძულს და იქიდან გვიპირისპირდებიან და ადასტურებენ კიო გძულსო და მინდა გითხრათ ასევე ძალიან საინტერესო ამბავი ეს არის რაც ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კიდევ კალაძის განცხადებები კობახიძის განცხადებები ეს არის აი რაც ხდება ხო ყავთ ნაცნობები რომლებიც არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გადიან კურნალობას ან კურნალობა ჭირდებათ ან რამც გინდა სტატისტიკა კატასტროფული იყო სუიციდის და თვითმკვლელობების ეხა გამოვითხოვ ახალ სტატისტიკას და ამ სფეროს ჭირდება მიხედვა ამ სფეროს ჭირდება პოლიტიკის შემუშავება ამას ჭირდება დაფიქრება ამას ჭირდება მომსახურების შემოღება აი აზარტულ თამაშებზე რო ვიბრძოდით ხო რატო ვიბრძოდით იმიტომ რომ სერვისები უნდა შემოღებულიყო მომსახურება 10000-ზე მეტი ადამიანი არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სიაში 10000-ზე მეტი ადამიანი წარმოგიდგენიათ და არავითარი მკურნალობა ანუ არავითარი სერვისები არ არის ჯანდაცვის სამინისტრომ არავითარი სამკურნალო სერვისები არ შემოიღო და ხვდები და ამის მაგივრად გამოდიან და ესენი ხალხს რა ტერმინებს იყენებენ რა ტერმინებს ნუ მართლა აი კიდევ ყველა გამოსვლით ადასტურებენ რომ არაფრის ღირსი ეს ხელისუფლება არ არის და ყველა დღე როდესაც ესენი ხელისუფლებაში ჩდებიან არის ზიანი ჩვენთვის ნამდვილად ესეა იმიტომ რომ ესე იგი იმის მაგივრად რა ან როგორ შეიძლება ან ფსიქიკურად არაჯანმრთელი ან გიჟი ან ისტერიკა ეს ტერმინების როგორ შეიძლება ამ ტერმინების გამოყენება ხო ეს ხო არის სერიოზულად მისახედი სფერო სადაც ამ ხელისუფლებას აქვს უსერიოზულესი ჩავარდნების ვისაც გინდა კითხეთ მე ეს ძალიან კარგად ვიცით რომ ხალხს ველაპარაკებ და ეხლა კიდევ ერთი თემა ამით დავასრულებ მოკლედ არავინ არ ინერვიულობს ბრძოლას ვაგრძელებთ მე მაქვს შეხვედრები ამ მომრჩევლებთან შეხვედრა გვექნება ემიგრანტებთან შეხვედრა გვექნება ამ მომრჩევლებთან ვინც საქართველოშია ჩვენი ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნება ამიტომ თუ გსურთ საუბარი თუ გაქვთ შემოთავაზებები იდეები უბრალოდ გინდათ გამხნევება ან მე გამომხნევად პირიქით მოიწერეთ მე ამას ნამდვილად ესეა მეტი ქალი მთავრობაში მეტი ქალი პარლამენტში მეტი ქალი ხელისუფლებაში საერთოდ ეს ფენა ვართ ჩვენ გარიყულები აი ესეც ცდილობენ მაგრამ გარიყული ვერა ვართ და კი გავახსნევინეთ ის მაგარი იყო ხო ნახეთ აქციის ფოტოები CSGO-სთან გავახსნევინეთ ყველაფერი ჭიშკარიც და CSGO-ს შენობაც უბრალოდ უნდათ ამათ ჩვენი გარიყვა იმიტომ რომ ხა არ სიამოვნ დისკომფორტს უქმნით რა ხმას რომ ამოვიღებ და რაღაცას მოითხოვ ვის სიამოვნებს ეგ კარგად არიან აგერ შემომსხდარები თავიანთ იმეებზე რა ქვია მანქანებზე თავიანთ ფუფუნებაში საუკეთესო პირობებში და ჩვენ ხელს უშლით და ნურას უკაცრავად ქართველი ქალი ყოველთვის იყო მე ბრძოლი ქართველ ქალს ყოველთვის ეთქმოდა სიტყვა და ქართველ ქალს არის
თან ლამაზიც, თან ქალურიც, თან ნაზიც, თან როგორიც უნდა ისეთი და თან ძლიერი. არავის არ გამოუვა ჩვენი დაჩმორება. ნურას უკაცრავად. ბატონო შალვა ამხორცო და კიდე სხვებს მიმართავ. კარგად იყავით, აბა კოცნით, მაგრად მე ხაზე ვარ.